გამარჯობა, ეს ეგრეთ წოდებული მთავარ არხად გადაკეთებული თუ ტრანსფორმირებული, როგორც გინდა ესე დაარქვით, რუსთავი 2. ნაცები რა, ომის რომანტიზებას რო ახდენენ და რო აშუქებენ იმას, რომ აი რა კარგია, რომ ირანი იბომბება და სულ ირანის დაბომბვას რო აჩვენებენ და რაღაცა რა. გასაგებია ირანში რა რეჟიმია და როგორი რეჟიმია, მაგრამ აი ესეთი ცალმხრივი გაშუქება საომარი მოვლენების და თითქოს რაღაცა იდეაზე მიწეპება, რომ ამითი ვიღაცას მხარს უჭერენ, ასე რო აკეთებენ. სინამდვილეში სიცრუის დიდი ელემენტი. რატო იმას არ აშუქებენ, რომ საერთო ჯამში დაახლოებით 370 ბალისტიკური რაკეტაა გასროლილი ირანიდან ისრაელის მიმართულებით და 590 კაცი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დაშავებული და 24 ადამიანი გარდაცვლილია. ამის შესახებ რატო არ ლაპარაკობენ? ომის შესახებ მოვლენებს თუ აშუქებენ, უნდა გააშუქონ ბოლომდე. კარგია ომი? და რა გინდათ მე ნაცებო, ვის მხარეზე ვიყოთ ამ ომში? როგორია თქვენი იდეა? 1-2 ბალისტიკური რაკეტა არ აწყენდა საქართველოსაც, ხო, თქვენი აზრით? ის ცალკე უკიდურესობაა ის ბიძინა ივანიშვილის ლაქია, რომ ირანელების ტრაქში შეძრვა, მაგრამ სახელმწიფოებრივად ხო უნდა იაზრონ. იქეთ ეს სახელმწიფოები ერთმანეთში ომობენ ინფორმაციულადაც. მაგრამ ეს მონაცემები რაც თქვი, ხო? ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერაა განცხადებული. ხო და არ შეიძლება ომის რომანტიზება, არც უკრაინაში არ შეიძლება ომის რომანტიზება და არც ირანში და არც ისრაელში. ომი არ არის კარგი, არ შეიძლება ამ ტერმინებით ვილაპარაკოთ. ასეთმა საქციელმა დაგუპა ჩვენ და ცალმხრივად გაშუქებული ინფორმაციები, სხვაზე რო არ ვილაპარაკოთ 2008-ში რასაკეთებდით, იქ ცალკე გამოძიების საკითხი უნდა იყოს. ისე კი არა, რა ქვია, შერჩევითად რო იბარებთ, გახარიებს და ემას. თქვენი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ესე არ შეიძლება, ძმაო, არა. ამას უნდა სიღრმისეული ფიქრი და ქვეყანაში უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები. მარტო ზოგადად ფიზიკური და ტრადიციული საუბრძოლო სიტუაციებიდან თავდაცვის ელემენტები კი არ უნდა იყოს, არამედ ფსიქოლოგიური თავდაცვის ელემენტები უნდა იყოს ქვეყანაში, რომელიც არ არის. და არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ქვეყანა აქციეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ქოცებმა. აი ეს ასიმართლე.